პასპორტში კრემიანი ფუნჩულა ჰქვია, თუმცა ჩემს ბავშვობაში ასე არავინ ეძახდა და მოდით პონჩიკს დაუძახებ. ინგრედიენტების საყიდლად წავედი ორნაბიჯში, ხომ იცით ორჯერ ორ ბარაცი შეგიძლია დააგროვო ქულები, ყველა იმ პროდუქტით, რომელსაც სახლისთვის ყიდულობ. თბილორძეს დავამატე საფუარი, შაქარი, ფქვილი, მოვზილე და დავტოვე ასაფუებლად. მიქსერის ჯამში გადავიტანე კვერცხი, შაქარის დარჩენილი ნაწილი, მარილი და 15 წუთის შემდეგ გააქტიურებული საფუარი. დავიწყე ცომის მოზელა მიქსერით და დანარჩენი ფქვილის ეტაპობრივად დამატება. ბოლოს უმატებთ ოთახის ტემპერატურის კარაქს და ვზელთ 10-15 წუთის განმავლობაში ელასტიურ ცომს, რომელიც ხელზე არ უნდა გვეკროდეს. დავტოვოთ ცომი ასაფუებლად. პონჩიკისთვის მომამზადოთ მოხარშული საკონდიტრო კრემი, რომლის სრული რეცეპტით სხვა დეტალებთან ერთად დაგხვდება აღწერაში. ორჯერ ორ ბარაცი ქულები მერიცხება ყველა შემთხვევაში. მაღაზიაში ვყიდულობ თუ ონლაინ ვიძახებ. ძალიან მარტივად ვაგროვებ 300 ქულას, ხვდები კლუბის წევრი და დამატებითი დისკაუნტებით სარგებლობ. აფუებული ცომი ამოვჭერი, გადავიტანე პერგამენტის ქაღალდზე, კიდევ დავაყოვნე, შემდეგ ავადუღე ზეთი 170 გრადუსამდე და დავიწყე ჩვენი პონჩიკების შეწვა ორივე მხრიდან. სორული შემთხვევაში ცხელი პონჩიკი შეგიძლიათ შაქარში ამოავლოთ, შემდეგ გაციებას დაელოდოთ და საკონდიტრო კრემით ამოავსოთ. არა, ორჯერ ორი ბარათი უფრო აქტიურად უნდა გამოვიყენო. როცა ზოგავ, უფრო დიდი ხალისით ამზადებ.